მართალი გითხრათ, ორმა საინტერესო გარემოებამ გადამაწყვეტინა დღეს მოსვლა აქ, იმიტომ რომ ბოლო დროა მაინც და მაინც პოლიტიკაში ჩართული არა ვარ და მაინც და მაინც რაღაცა ამ თვალსაზრისით და მადლობა ღმერთს, იმიტომ რომ ეს პოლიტიკური სოდომი და გომორა, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით ამჟამად, მაინც და მაინც საინტერესო სარბიელი არ არის, მაგრამ ორი გარემოება იყო ჩემთვის ძალიან საინტერესო. პირველი, ეს არის ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის გამოსვლა უკრაინის ტელევიზიით, სადაც მან პირდაპირ აღიარა სახელმწიფო რეკეტი საქართველოში. ეს იყო აღიარებითი ჩვენება, პრაქტიკულად მან დაადასტურა ის ბრალდება, რომელიც აყენებული აქვს უგულავას, ადეიშვილს, თვითონ სააკაშვილს, მერაბიშვილს და მთელ ამ დანაშაულებრივ ორგანიზაციას, რომელიც 9 წლის განმავლობაში ძალადობდა საქართველოში და რომელსაც ნაციონალური მოძრაობა ჰქვია და დღეს რატომღაც პოლიტიკურ ორგანიზაციად არის მიჩნეული და ეს ამაში ქართული პრესის დამსახურებაა დიდი, ამაზე ცალკე ვილაპარაკებთ და რაც ყველა საოცარი იყო, ჩემთვის არავინ ამას ყურადღება არ მიაქცია. არც ეგრეთ წოდებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, და უფლებადამცველებმა, რომელთაც პირდაპირ ჩემის აზრით მოვალეობა იყო ამისთვის ყურადღება მიექცია, იმიტომ რომ ამ განცხადებაში იყო ნახსენები მინიმუმ 3 პიროვნება, რომელსაც ფული გამოსძალა სააკაშვილმა და მისმა რეჟიმმა, ერთ შემთხვევაში ეს 24 საათში მოხდა, როგორც ეს ექს-პრეზიდენტმა განაცხადა, მეორეს 2 დღე დაჭირდა და მესამე ძალიან მოკლე ვადაში იყო განხორციელებული. ყველაზე გამაოგნებელი იყო ჩემთვის, რომ არავინ არ მიაქცია ყურადღებას იმას, რომ ერთ-ერთი დაზარალებული ამ შემთხვევაში იყო გიორგი ჯოხტაბერიძე. ადამიანი, რომელიც არის მაქტიკომის დამფუძნებელი საქართველოში, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და დიდი ქართული კომპანიის და ასე ვთქვათ, ის რომ ამ ადამიანსაც გააჩნია უფლებები, ის რომ არანაირი გამოძიება ამასთან დაკავშირებით არ შემდგარა და არავის არადასდროს არ დაუდასტურებია მისი დანაშაულებრივი ქმედება და რომ თუ არა დანაშაულებრივი ქმედება გამოდის, რომ სახელმწიფომ უბრალოდ დააწერა ჯოხტაბერიძეს ისეთი თანხა, რომელიც საკმარისი აღმოჩნდა პენსიონერებისთვის ვალი გაესტუმრებიდათ, არავის არ დააინტერესა. არც უფლებადამცველებს, არც პროკურატურას, არც პრესას. არავის ყურადღება, არა, იყო მხოლოდ ფაქტის კონსტატაცია, არავინ არ დასვა შეკითხვები. მხოლოდ ფაქტის კონსტატაცია იყო გადმოცემული, რომ აი სააკაშვილმა ეს თქვა, იმის იქით არ წავიდა. არავის არ გაუჩნდა კითხვები, რომ როგორ ჩემოკარგებო, თუ ჯოხტაბერიძემ ფული მოატანინა სახელმწიფომ, რომლითაც მერე მოხდა პენსიების გასტუმრება და მე რამდენადაც ჩვენ ვიცით, ეს ძალიან დიდი თანხა უნდა ყოფილიყო, ათეულობით მილიონი, რის საფუძველზე მოხდა ეს? მოხდა თუ არა მერე გამოძიება მისი საქმიანობის, დადასტურდა თუ არა, რომ ის დანაშაულებრივ საქმიანობას ჩადიოდა და თუ არ დადასტურდა, მაშინ რას ნიშნავს ეს? მაშინ ნიშნავს, რომ საქართველოში არ აინტერესებთ ცალკეული ადამიანების, ცალკეული პიროვნებების ბედი. არც სახელმწიფოს, არც არასამთავრობო ორგანიზაციებს, არც პრესას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი. იმიტომ რომ ჯერ ეს ერთი ჩვენ განებივრებულები ვართ სააკაშვილის თვითაღიარებებით, ჩვენებებით, მაგრამ ის რაც იყო რამდენიმე დღეს წინ, ეს ყველა ფარგლებს სცილდება, ისევე მეორე. ექს-პრეზიდენტმა დაადასტურა სახელმწიფო რეკეტი. დაადასტურა, რომ სახელმწიფო ეწეოდა საკუთარი მოქალაქეების ძარცვას. და მასშტაბი ამ ძარცვის იყო აბსოლუტურად კოლოსალური, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ 18,000 საჩივარი არის შესული პროკურატურაში. ეს მოხდა 3 დღის წინ. ამ ფონზე სრული ისტერია, სოდომური, რომლის მომსწრეები ვართ ჩვენ და ეგ რა თქმა უნდა, ყველა ჩვენთაგანს ეხება. და ჩვენ რო გვეხებოდა ეს ოპოზიციის წარმომადგენლებს და პირადად მე, მაგას ქვია შეხება. როდესაც პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობაზე არის საუბარი. ამაზე მელაპარაკებიან ადამიანები და ძალიან საინტერესო კონფიგურაცია გამოჩნდა, ახალი, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ამ ჩემი და ჩვენი
და ოპოზიციის და მთელი ქართული საზოგადოების პირადი ცხოვრების შელახვაში. მაგალითად, კაპიტანი გიგაური, რომელიც სათავეში უდგას ამ აქციას, ამავდროულად ეს არის ის ადამიანი, რომელიც 2007 წლის ნოემბერში, როდესაც დაგვანგრიეს, დაგლეწეს და ხერხემალში გადაგვამტრიეს ნახევარი საქართველო, ერთი კვირის თავზე რიგარეშე სამხედრო წოდება მიიღო და მონაწილეობდა იმ სპეცრაზმელების დაჯილდოებაში, რომელიც ამ აქციაში აქტიურ მონაწილეობას ღებულობდნენ და ეს დადასტურებულია. სათავეში უდგას კომპანიას და რაც ყველაზე გასაოცარია ჩემთვის და ალბათ ეს არის აი ამ სოდომის ძირითადი ნიშანი და გომორის, რომელიც დღეს პოლიტიკაში სუფევს საქართველოში, ამ კომპანიაში მონაწილეობდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრები. ესე იგი, გიგაური, პეტრიაშვილი, ირაკლი ძალიან საინტერესო ფიგურა ახალი, რომელიც გამოჩნდა ამ ასპარეზზე და რომელიც წარმოადგენს პროფკავშირებს და ცალკე საკითხია ის, ასე ვთქვათ, პირადულად მონაწილეობს ამ პოლიტიკურ აქციებში და არა ვთქვათ, უფლებადაცვით აქციებში, იმიტომ რომ იმას, რასაც ჩადიან ეს ამ ჯგუფის წევრები და რომ ამოფარებული, ასე ვთქვათ, ადამიანის უფლებების დაცვას არაფერი კავშირი სამოქალაქო საქმიანობასთან არ არის, წმინდა წყლის პოლიტიკური აქტივობაა და მაინტერესებს პირადად მონაწილეობენ ამ პოლიტიკურ აქტივობაში თუ წარმოადგენენ იმ დაწესებულებებს, რომელსაც წარმოადგენენ. ამასთან მიმართებაში მაინტერესებს ბატონი პეტრიაშვილი, სანამ ამ აქციაში ჩაერთვებოდა როგორც პროფკავშირების ლიდერი, შეხვდა თუ არა თავისი პროფკავშირის წევრებს, დაინტერესდა თუ არა მათი აზრით ამასთან დაკავშირებით. ეს არის მისი პირადი აზრი და მისი პირადი მონაწილეობა თუ ის პროფკავშირი, როგორც პროფკავშირების ლიდერი მასების სახელით ლაპარაკობს და თუ შეხვდა ამ ადამიანებს და მათ აზრებს გაეცნო, როდის მოხდა ეს იქნება გაგვაგებინოს, იმიტომ რომ ყველაფერს ამას ძალიან უდევს პოლიტიკური თვით წარმოჩენის სუნი. ამიტომ თუ ადამიანებს მონაწილეობის მიღება უნდათ პოლიტიკაში, მიიღონ მაგ პოლიტიკაში მონაწილეობა, არავინ მაგის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ თავისი სახელით და გვარით. და იმ საფუძვლით, რა საფუძველიც მათ აქვთ ამისთვის. და ნუ მოეფარებიან რაღაცა რისთვის არის პეტრიაშვილი მოხმობილი ამ აქციისთვის, ყველასთვის ნათელი აბსოლუტურად აქ დამალული არაფერი არ არის, პროფკავშირები საკმაოდ ხალხმრავალი ორგანიზაციაა, წესით უნდა იყოს ყოველ შემთხვევაში. და ბუნებრივია, რომ ხალხმრავლობა იყოს საინტერესო ამ შემთხვევაში და არა ისა, რომ პროფკავშირებს განსაკუთრებით აღელვებ. პროფკავშირებს ძალიან ბევრი საკითხი აღელვებთ, იმიტომ რომ ეს არის პროფესიონალური კავშირები და საქართველოში პროფესიონალურ კავშირებს საკმაოდ დიდი პრობლემები აქვს სხვადასხვა სფეროში, იმიტომ რომ დუხჭირი ცხოვრება გვაქვს და არაფერი გასაკვირი მათ აქტივობაში არ არის. მაგრამ რამდენად არის ეს აქტივობა თანხმედრაში იმ განცხადებებთან და იმ აქტივობებთან, რომელსაც ბატონი პეტრიაშვილი ამ ჯგუფთან ერთად ამხორციელებს, რომელიც არასამთავრობოების სახელით მოქმედებს და რეალურად, პრაქტიკულად არის ძალიან აქტიური პოლიტიკური ჯგუფი, ეგ სხვა საქმეა. და მე ვფიქრობ, რომ ეს საინტერესო უნდა იყოს არა მარტო ჩემთვის. არა, ისინი პოლიტიკურ საქმიანობაში მონაწილეობენ ღიად, აქტიურად, ძალიან. ოღონდ ამას რატომღაც იმას რა ქვია, ადამიანის უფლებათა დაცვის საქმიანობას ეძახიან. შეკვეთებს ასრულებენ ყველა ის ადამიანი, ვინც ამაში ფულს ღებულობს. ვინც ამაში ფულს ღებულობს და განსაკუთრებით ამ ფულს ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარედან ღებულობენ, ისინი რა თქმა უნდა დაკვეთებს ასრულებენ იმ ორგანიზაციების, რომლებიც ფულს უხდიან. იმიტომ რომ როგორც ცნობილია, უფასო ამ ქვეყანაზე არაფერი არ არის, ერთადერთი ყველი სათაგურში, მაგრამ ისიც ფასიანია და საკმაოდ დიდი ფასი ადევს, მაგრამ მართალია ლარი გამყარდა და ეხლა პატერაზე. ბატონო? მე გულისხმობ იმ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიც სათავეში უდგას აქციას ეს შენ გეხება. და ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო მარშრუტები, ვთქვათ. კარგი იყო ფილარმონიიდან რომ დაიწყეს და კანცელარიამდე რომ მივიდნენ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ლოგიკური იქნებოდა, რომ გზად ნაციონალური მოძრაობის ოფისთან გაევლოთ. როდესაც აპროტესტებენ იმას, რასაც აპროტესტებენ. იმიტომ რომ ყველაფერი ის, რასაც ისინი აპროტესტებენ, თავმოყრილი არის აი იმ ბუდეში, რომელსაც დღეს ის სექტა წარმოადგენს და რომელიც პირდაპირ გზაზე იყო 100 მეტრით მეტი უნდა გაევლოთ და ზუსტად იმ მისამართზე მივიდოდნენ, სადაც უნდა გაეპროტესტებინათ ის, რასაც აპროტესტებენ. იმიტომ რომ საქართველოში ყველასთვის ძალიან კარგად არის ცნობილი, ვინ იყო სულისჩამდგმელი ამ კადრების, ვინ მოახდინა
სახელმწიფო მასშტაბის ორგანიზება, იმიტომ რომ ყველას კარგად გვესმის, რომ 26,000 ფაილის გადაღება და მე დაგიდასტურებთ ამას, როგორც იმ პროფესიის ადამიანი, ვისაც ჩანაწერებთან კავშირში, ანუ კინო და ტელევიზია, მე ვიცი რა მასშტაბის და თქვენ ყველა თქვენთაგანმა ვინც ხერხართ, ახლა იცით რა მასშტაბის ორგანიზებაა საჭირო იმისთვის, რომ 26,000 წუთი გადაიღო. ფაილი კი არა, 26,000 წუთი. აბა ეგერ შედან 4 ადამიანი, 5 კამერების პატრონები და ერთი დათვალეთ, რამდენი ადამიანია იმისთვის საჭირო, რომ 26,000 წუთი თითო ფაილზე წუთი რო ყოფილიყო ჩაწერილი, რამდენი ადამიანი დაჭირდებოდა ამას. ყველამ კარგად ვიცით, რომ იმის თავდაცვის სამინისტროში იყო სპეციალური ჯგუფი, რომელსაც ამას აკეთებდა. ყველამ კარგად ვიცით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში იყო ჯგუფი, რომელიც ამას აკეთებდა. პროკურატურა განაგებდა ამას ყველაფერს. ეხლა სასაცილოა უბრალოდ, აი სასაცილო სატირალი რო არ იყოს და ეს ფარისევლობა და მე სულ მაინტერესებს, როდემდე გაგრძელდება ესა. როდემდე აიტანს ასე ვთქვათ ამას ყველაფერს ქართული საზოგადოება. ამ სიცრუეს ტყუილს გაუთავებელს და რატო ხახდება ამ ტყუილის და სიცრუის ტირაჟირება ქართულ პრესაში ჩემთვის არის აბსოლუტურად გაუგებარი. იმიტომ რომ ეს არის თვითგვემა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. თვითგვემაა. იმიტომ რომ ყველამ კარგად ვიცი და განსაკუთრებით პრესის წარმომადგენლებმა რომ 90% იმის, რასაც ლაპარაკობენ, არის სიცრუე. და ამ პრესის წარმომადგენლებმა განსაკუთრებით ტელესივცე, რომელიც საერთოდ იმათი გადაიქცა რაღაცა გლადიატორების რაღაცა ბრძოლის არენად გადაიქცა, იმიტომ რომ არაფერი გარდა იმისა, რომ ფურთხების, გინების, ლანძღვის და ერთმანეთზე ჭიქების როლის დღეს ქართულ ტელესივცეში არ არის. და რატო ვერ გავიგე? დავიჯერო რომ ამის მეტი არაფერი არ აღელვებს ქართულ საზოგადოებას, თუ რაღაცა პატარა ჯგუფის ადამიანების, რომელიც ორ ნაწილად გავყავით, დაწესებულების, აქეთ სოდომი და აქეთ გომორა. მთლიანად ფლობს, ასე ვთქვათ, ამ არეს, როგორც ეგრეთ წოდებულ სამოქალაქო საქმიანობით და პრესის საქმიანობით და განუწყვეტლად ყოველ დღე, ყოველ საღამოს ჩვენ ხვდებით ამ ბატალიების მოწმეები რა. მე არ ვიცი, რატო არის საინტერესო. მე არ ვიცი, რატო არის ამ თვითგვემაში ჩავარდნილი, ვთქვათ, ეს სფეროები, მაშინ, როდესაც ალბათ იმის გათვალისწინებით, თუ რა პირობებში გვიწევს ცხოვრება და იმის გათვალისწინებით, რა გარემოში გვიწევს ცხოვრება, ბევრად უფრო სერიოზული საკითხები და ბევრად უფრო სერიოზული განჯის და ანალიზის თემა უნდა იყოს. როდესაც პოლიტიკურ ღიად საქმიანობას ვსაუბრობთ არასამთავრობო ორგანიზაციებზე და აქციებზე, უკავშირებთ თუ არა ამ აქციებს და დაგეგმილ მიზანმიმართულ კამპანიას, სწორედ ნაციონალური მოძრაობა. მე კი არ უკავშირებ, თვითონ უკავშირებენ თავის თავს. მე უკავშირებ ვაშაძე და ბარამიძე მონაწილეობენ აქციებში, რომელიც მიმართულია, სასაცილო, რა ვიცი, რა პასუხი უნდა გაცე, აი ესეთ კითხვებზე როცა არის ლაპარაკი, მიკვირს. ვაშაძე და ბარამიძე, პროკურორის მოადგილე და ერთ-ერთი იდეოლოგი მთელი ამ სიბინძურის, მთელი თავის ცხოვრების მანძილზე. სხვა არაფერი გაუკეთებიათ თუ არა ამ სისტემის, ასე ვთქვათ, მონტაჟი, მისი გაძლიერება, მისი ფუნქციონირების, ასე ვთქვათ, სრულყოფა. აი ეს ადამიანები რომ აქციაში მონაწილეობენ, რომელიც მიმართულია ზუსტად მაგ საქმიანობის წინააღმდეგ. მე ვაკავშირებ მაგათ ერთმანეთთან. თუ ეს ხო ნათელია, საერთოდ ეს გზა რა გზითაც მიდიან. მე სულ მაინტერესებს, რომ ეს უფლება დაცვა გასაგებია, მაგრამ მაშინ, როდესაც ეს უფლებები აბსოლუტურად ღია, დაუფარავად ირღვეოდა ყოველ დღე, ცინიკურად, როცა ამაზე პირდაპირ მიდიოდა, ასე ვთქვათ, აპელირება. მაშინ ეს ჩვენ არ გვეხებოდა. მაშინ არ იყო საჭიროება ადამიანის უფლებების დაცვის, დღეს გახდა ეს საჭირო. რა თქმა უნდა, ყოველთვის საჭიროებაა და მინდა გითხრათ, რომ ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხლებლობა მისი ლოგინით არ განისაზღვრება მხოლოდ. ჩემზე ესეთი კადრები არასოდეს არ ყოფილა. მაგრამ ჩემზე კადრები იყო ტელევიზორში, ჩემი წლინახევრის შვილიშვილს როგორ ვათამაშებდა, ფარული კამერით იყო გადაღებული ეს და მერწმუნეთ, რომ ამის დანახვა არაფრით ნაკლები, ასე ვთქვათ, ტვირთი და სიმძიმეს არ წარმოადგენდა, როცა გვითვალთვალებდნენ, როცა მთელ ჩემ ოჯახს დასდევდნენ და სხვების ბევრსაც არ მინდა საკუთარ თავზე ლაპარაკი, მაგრამ ყველაზე მარტივი მაგალითია. მე არ მახსოვს, რომ ეს ვინმე ეხებოდა მაშინ ჩემს გარდა და ჩემი ოჯახის გარდა. არავინ ამაზე არ ზრუნავდა. ან ის არ ეხებოდა მთელ საქართველოს და პირველ რიგში
არასამთავრობო ორგანიზაციებს და იმ ადამიანის უფლებათა დამცველებს, როდესაც რუსთავ ეორზე უტუიაშვილი უტიფრად იტყუებოდა, რომ ქართული ჯარი აკონტროლებს ცხინვალის რეგიონს და უამრავი ადამიანი ამის გამო იმ სოფლებიდან არ გამოვიდა იმის იმედად, რომ პირდაპირ ეთერში აცხადებდნენ, რომ ქართული ჯარი რამის იმასთან დგას, რა ქვია, როკის გვირაბთან. და ამასობაში თურმე არც ერთი ქართველი ჯარისკაცი იქ აღარ ყოფილა და რამდენი ოჯახი გაუბედურდა ამის გამო. ეს ხო პირდაპირ ეთერით ხორციელდებოდა. პირდაპირ ეთერით ხორციელდება, ამას მთელი საქართველო უყურებდა და ამის შედეგად უამრავი უბედურება, განადგურებული ადამიანები, განადგურებული ოჯახები, ის ცხერხემალში გადატეხილი ბედი, სხვადასხვა ხადამი და ამაზე პასუხი არავინ არავის არ მოთხოვა. ეს მაშინ არავის არ შეეხო. არავინ ამაზე არ ლაპარაკობდა და მე მაინტერესებს, რომ რა მოხდა დღეს ასეთი, რაც ჩვენ არ ვიცით. რა თქმა უნდა, ისევ ვიმეორებ, მაგრამ თუ პრობლემის მკურნალობას ვიწყებ, დიაგნოზით სწორი უნდა დავსვათ. სიმართლე უნდა ვთქვათ, საკუთარ თავში ჩავიხედოთ და დავინახოთ, რომ ამის სულ ყველაფრის საფუძველი ჩვენ თვითონ ვართ, იმიტომ რომ ჩვენ ვხალისობთ ამ კადრებით. სანამ ეს ამის ეხლა ეს ლაპარაკი ეს ფარის იმის შესახებ რომ გამოძიება რატო არ ხდება, ყველამ ხო კარგად იცის, რომ ამის გამოძიება შეუძლებელია. გაფრინდა ჩიტი. გაფრინდა ეს გატანილია ეს კადრები საზღვარგარეთ დიდი ხანია. ეგერ ინტერნეტის შავ ბაზარზე არის გაჩენილი და კონკრეტული ფასეადებ შეიძლება იყიდო. ან როცა ლაპარაკია იმაზე, რომ ამას შანტაჟისთვის გამოიყენებენ. შანტაჟისთვის მანამდე შეიძლება ამის გამოყენება, სანამ ის გამოქვეყნებული არ არის. ეს ინფორმაცია საჯარო რო ხდება რაღაც შანტაჟზეა ლაპარაკი. შანტაჟი არის მაშინ, როდესაც ეს მასალა არსებობს და გამოქვეყნებული არ არის. როცა ეს მასალა გამოქვეყნებულია და ის საჯარო ხდება, რაღაც შანტაჟზეა ლაპარაკი. ეს ერთი, მეორეს ერთი ამას წინ საზოგადოება უნდა აღუდგეს. სპეკულაციის საგნად კი არ უნდა გახადო და პოლიტიკური დივიდენდების ჩაწერის იმად, ვინც უფრო ხმამაღლა ყვირის და ვინც უფრო პლაკატებს ატრიალებს, რაც უფრო მეც ლაპარაკობ ამაზე, რაც უფრო აჟიტირებულს ხდი მაგ თემას, მით უფრო მეც აზარალებ იმ ადამიანებს და მით უფრო ხელს უხსნი იმ ადამიანებს, ვისაც ეს შანტაჟის სათავეები ხელში უჭირავს. მდუმარებით რო შეხვედროდა ამას ქართული საზოგადოება, ერთი სიტყვა რო არ ეთქვა და აი ეს აჟიოტაჟი და ეს ისტერია რო არ ამწყდარიყო ამასთან დაკავშირებით, მერწმუნეთ, რომ იმ ადამიანებს ცოტა ნაკლები სურვილები გაუჩნდებოდათ, იმიტომ რომ პრინციპში ეს სახიფათოა. თუმცა პრაქტიკულად ამის დადგენა საიდან არის ატვირთული და მის მიერ არის ატვირთული, არის პრაქტიკულად შეუძლებელი და პირველ რიგში ეს იმ ადამიანებმა იციან, ვინც ყველაზე ხმამაღლა გაყბერიან ამ თემაზე. იმიტომ რომ ამას აუგრიფავ ტაილანდიდან, ნიუფაუნდლენდიდან, კაფედან, სატელეფონო სადგურიდან, ტაქსიდან, საიდანაც გინდა ავტვირთავ და 2 წამში გავჩდები, გავქრები იქიდან და ვერ ვიპოვის ვერავე. მეგის ქარდავას, რომელმაც პირდაპირ განაცხადა ამის შესახებ. პირდაპირ განაცხადა და თქვა, რომ თუ იქნება დატა ახალაიას წინააღმდეგ განხორციელებული დევნა, ის გამოაქვეყნებს ამ ჩანაწერებს. ეს განცხადება გახსოვთ? მე მახსოვს. და რა თუნდა მაგას განცხადება მიხეილ სააკაშვილს, საიდან იტვირთება ბოლო დროა და სად ჩდება ეს კადრები უკრაინიდან. ერთი ნაციონალური მოძრაობის წევრი გამახსენეთ, რომელზეც მსგავსი ტიპის მასალები არის გამოქვეყნებული და მე გეტყვით რატო არ არის. იმიტომ რომ მათი მონოლითური ერთობა ზუსტად მაგაზეა დამყარებული. მონოლითური ერთობა, რომ ძალიან კარგად იციან ერთმანეთზე რა ასე ვთქვათ ჩანაწერები აქვს და ძალიან კარგად იციან რომ უღალატონ ასე ვთქვათ იმ მაგათ ტომის ბელაც რა მოუვათ მათ. რა თქმა არა მარტო ზუსტად იმათ აძლევს ხელს ეს აჟიოტაჟი და ხმაური. ამასთან ამით გამოწვეული გაუთავებელი ასე ვთქვათ ეს აჟიტირებული ყვირილი, ვინცაც გააჩნია შესაძლებლობა და ვისაც ხელთ უპყრია ეს მასალები. ზუსტად მათ წისქვილზე ასხავს წყალს. იგივეა რა მნიშვნელობა აქვს რა ჩანაწერები, ისე ვიმეორებ, მხოლოდ სექსუალური ცხოვრება არ არის ადამიანის ასე ვთქვათ პირადი ხელშეუხებლობით არ უნდა სარგებლობდეს. სხვა დანარჩენი რა ნაკლები მნიშვნელობის არის, როდესაც ცირკწამებენ, როდესაც საჯაროდ ყველა ტელევიზიაში ატრიალებენ, რომ ის სამშობლოს მოღალატე ხარ, უცხოს ქვეყნის სპეცსამსახურების აგენტი ხარ და ეს არის
წმინდა წყლის ცილის წამება, ეს არ არის ადამიანის უფლებების დარღვევა? ეს არ ეხება ყველა ჩვენთაგანს? არ ეხება ჩვენ საზოგადოებას? ამიტომ ის რაც ხდება, მე საერთოდ მიკვირს, იმიტომ რომ მე მახსოვს ესეთი სკანდალები მსოფლიოში. ეს არ არის პირველი შემთხვევა და საქართველოს ამით გამორჩეული არ არის. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სკანდალი იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც მოუვიდა პრეზიდენტ კლინტონს. ყველას კარგად გვახსოვს, მაგრამ მე რამდენადაც მახსოვს, მაშინ როგორც საქართველოში IPN-ს კი არ დაასხნენ თავს და მაგას კი არ მოახდეინეს ბუდიში, კლინტონმა მოიხადა ბუდიში, რომ მსგავსი ტიპის ასე ვთქვათ შეურაცხყოფა მიაყენა ამ ქცევით საკუთარ საზოგადოებას და საკუთარ მოქალაქეებს და საკუთარ ოჯახს. აქ პასუხი მოსთხოვეს IPN-ს, რაც აბსოლუტურად გაუგებარია. ზნედაცემული ქმედება როგორ შეიძლება იყოს პოლიტიკის წარმართველი ძალა და პოლიტიკის ასაგები საფუძველი. ჩემო კარგებო, მორალი ხო არსებობს ამ ქვეყანაზე. თუმცა ეს ადამიანები, ვინც ასე ვთქვათ ამ ორგანიზაციებს წარმოადგენენ და ეს ჩვენ გვეხებას აწვევიან ძირითადად რა, ზნეობრივ კატეგორიებზე მსჯელობას დაიწყეს მაგალითად საიამ, რომელმაც მოიკითხა ევა გოცირიძის ზნეობა. როდის იყო იურისტები ზნეობას საზურავდნენ საზოგადოებაში, მე არ ვიცი. კანონს კი, იმ კანონს, იმ დაცვას კი დარღვეული უფლებების ადამიანების და პირველ რიგში ალბათ ისევ ვიმეორებ, იქ მივაბრუნებდი ცხინვალის რეგიონის მაცხოვრებლებთან, რომელთა უფლებებს არავინ არ იცავს. თუმცა ის უფლებები დაზარალდა უტიაშვილის, სააკაშვილის, დაზარალდა ლომაიას, დაზარალდა მეორე რუსთავი ორის მხრიდან, იმიტომ რომ ისინი იტყუებოდნენ და ამ ტყუილის შედეგად უამრავი ადამიანი დაზარალდა, იმიტომ რომ დაუჯერეს, რომ იქ ქართული ჯარი არის და არ დატოვეს სოფლები და ამის გამო ჩავარდნენ იმ ბარბაროსების და კაცჭამების ხელში რა დაემართათ. იქ ახმამაღლა არ ვიტყვი, თუ ვინმეს დაინტერესებს, მოვიდეს და დაუდებ ჩვენებებს და წაიკითხავენ, რას ჩადიოდნენ მაშინ იქ ოკუპანტები, ვიზა ძალიან ხშირად ყვირით ახლა, მაგრამ ეს არავის არ აინტერესებს, იმიტომ რომ ეს არ არის პოპულარული თემა. ეს არ არის საინტერესო სპეკულაციის საგანი. აი, ფარული ჩანაწერები, სადაც ლოგინში კოტრიალობენ, რა თქმა უნდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა ქართული საზოგადოებისთვის. ისინი იცავენ თავიანთ თავის უფლებას და ამიტომ შეიკრიბნენ. თუმცა თქვენ პირველი არ ხართ, ვინც ნაციონალური მოძრაობის წევრების გამოჩენა გააკვირვა და არ გამაკვირვა, იმიტომ რომ ეს ამ გზაზე იდგნენ დიდი ხანი, არაფერმა არ გამაკვირვა. უბრალოდ ყველაფერი ლოგიკურ დასასრულამდე მიდის. ყველაფერი ლოგიკურ დასასრულამდე მეცაც გეტყვით, ეს არის წმინდა წყლის პოლიტიკური საქმიანობა. დაიმახსოვრეთ დღევანდელი დღე, რიცხვი. და თქვენ დაინახავთ, რომ დიდი ნაწილი იმ ადამიანების, ვინც ამ აქციაში მონაწილეობენ, აღმოჩნდებიან სხვადასხვა სიებში, საარჩევნო პერიოდისთვის. ეს არის არა სამთავრობოები, არამედ წინა სამთავრობო ორგანიზაციები რა. წინა სამთავრობო ორგანიზაციები. მაგიდან ისინი ყველანი სამთავრობო პირდაპირ მთავრობებში გადახტებიან რა. და ეს არ არის პირველი შემთხვევა და ეს ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, უბრალოდ რატო ხდება ასე ვთქვათ ამის ნაცარში ნაცრის შეყრა. მათი მხრიდან მე არ ვიცი, იმიტომ რომ ეს ხო დაფარული თემაა. ჩვენ ხო ყველანი ამას ჩვენივრად ხედავთ. პირდაპირ ღიად მიიღონ ამაში მონაწილეობა, ვინ არის წინააღმდეგი? კი ბატონო, ქართული საზოგადოება თვითონ განსჯის, ვინ რა დაიმსახურა. ეს არის თქვენ როგორ ვფიქრობთ, შეიძლება ახლა მომავალში კიდევ გამოხატდეს რამე ვიდეო ჩანაწერი? მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს გაგრძელდება მანამ სანამ ეს აჟიოტაჟის ხასიათს მიიღებს და ეს აჟიოტაჟი არის ჩემი საზრით ხელოვნურად იქნება. იმიტომ რომ მერწმუნეთ, რომ თვითონ ქართველ ხალხს და ქართულ ძირითად საზოგადოებას, რომელიც მაინც და მაინც დაალხინებული არ არის, ნაკლებად აინტერესებს ეს თემები რა, ვინ ვისთან წევს, ვისთან არ წევს, ვინ რას ელაპარაკება, არ აინტერესებს, აინტერესებთ ეკონომიკური მდგომარეობა, განათლება, აინტერესებთ ის თუ როგორი პირობები ექნებათ ბავშვებს სკოლაში, საბავშვო ბაღებში, იქნება თუ არა სამუშაო ადგილები, დადგება თუ არა ფეხზე ეკონომიკურად, აი ეს აინტერესებთ და არა ის ვინ ვისთან გორაოს ლოგინში, ნამდვილად და მერწმუნეთ. კი,
რა თქმა უნდა, ეს იმდენად რამდენადაც საინტერესოა, ჭუჭრუტანაში ყოველთვის უყვარდა ადამიანს ჩახედვა რა და ეგ ბუნებრივია ყველა ადამიანისთვის, მაგრამ ჭუჭრუტანა არასოდეს არ ყოფილა ძირითადი ასე მოთხოვნილება საზოგადოების, არასოდეს არ ყოფილა. დღეს ცდილობენ, რომ ეს ჭუჭრუტანა ძირითად მოთხოვნილებად წარმოგვიჩინონ და ეგრე არ არის, ჩემო კარგებო და თუ საკუთარ თავს იცავენ, მაშინ საკუთარი თავი დაიცვან სხვა მეთოდებით. ნუ ჩაიგდებენ თავს ისეთ მდგომარეობაში, რომ მე საკუთარი თავი აქციებზე კონდეთ დასაცავი, მით უმეტეს ესეთ ხმაურიან აქციებზე, რომ ნუ ჩაიგდებენ თავს და თუ ყველა ადამიანი სხვა შორის ამას წინათ სალომე ზურაბიშვილმა წავიკითხე ერთ-ერთი მისი ინტერვიუ და საინტერესო ტესტი გქონიათ იქ, სანამ დიპლომატი გავხდებოდიო, ტესტი გამაკეთებინოს ერთ ფურცელზე დავწერე კარგი რამა გაკეთებულიო, მოკლედ ვამბობ მეორეზე ცუდიო და მე მითხესო რამდენიმე დღე დაფიქრდიო, კარგად შეხედე, გიღირს თუ არა პოლიტიკაში მისვლაო. იმიტომ რომ ორივე მხარე აწონე და დაწონეო. მეც იგივეს ვეუბნები, თუ პრობლემები გაქვს, ნუ მიდიხართ მაგას პარეს. იმიტომ რომ ადრე თუ გვიანე საჯარო გახდება და ამისთვის მზად უნდა იყო და მე ხმაურიანი აქციები ამას არ უშველის არანაირად, იმიტომ რომ ის თუ ჩადენილი გაქვს, ის ჩაწერილია. უნდა იცოდე და იმ დროს მით უმეტეს უნდა გწოდნოდა, რომ ამას ყველაფერს იწერდნენ. ერთადერთი ადამიანი, ვინც ასე ვთქვათ, ჩემი უაღრესად დიდი პატივისცემა ისედაც ყოველთვის იმსახურებდა, ეგ არის ეკა ბესელია და მისი რეაქცია ამ ყველაფერზე რა. ერთადერთი ადამიანი, ვისაც აბსოლუტურად ჯანსაღი და სწორი რეაქცია ჰქონდა ამაზე სულ ყველაფერზე, მით უმეტეს რომ ეს პირადად მას შეეხო. და მას რო შეეხო, ეს რაც ჩვენ გვეხება, იმ დროს ამის მოწმე მე ვარ. მთელი მისი ოჯახი იყო პრაქტიკულად ბეწვზე ეკიდა მაგათი ბედი და მიუხედავად ამისა ვერ გატეხეს ეკა. და ეხლა ეს ჯუჯები გატეხავენ, მაგას ძალიან მაინტერესებს რა. და ისევ ვიმეორებ რა, თუ ესეთი პრობლემები გაქვს, დაანებე ამ საჯარო პოლიტიკას თავი. თუ საჯარო პოლიტიკაში მისვლა გინდა, მაშინ მიდი ამ პოლიტიკაში, ნუ ინიღბები. რაღაცა უფლებების დაცვით, რომელსაც არასოდეს არ იცავდი. და ყველაზე სასაცილო ისევ ვიმეორებ რა, ნუ ეს ხო საერთოდ არც კი ვიცი ცინიზმის ეკა გიგაურმა როგორ შეიძლება ადამიანის უფლებები დაიცვას. სერიოზულად გეკითხებით რა. სასამართლოში მიჩივლა, რომ მე ცილით დავწამე, როცა ვთქვი, რომ მან ასე ვთქვათ 7 ნოემბერს მიიღო ის რა ქვია, რიგარეშე წოდება სამხედროდ. სად არის სასამართლო? მიიღო ის წოდება კაპიტნის რიგარეშე. და დაარიგა პრემიები იმ ადამიანებზე, ვინც სპეცრაზმის შემადგენლობაში კლავდა ცემაში 7 ნოემბერს რუსთაველზე. ეს ხო ფაქტია. ამას ხო ვერსად ვერ გაექცევა და ეს ადამიანი იცავს მე რაც მეხება იმას,